აჭარაში შტორმი გრძელდება, კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე მაჭახელა, განადგურდა ტურისტული ინფრასტრუქტურა და დაიტბორა რამდენიმე სახლი. მდინარემ ცენტრალური გზის ნაწილიც წაიღო. მდინარე ჭოროხში მანქანით ერთი ადამიანი ჩარჩა, მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. თბილისში ცინცაძის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია, მომხდარზე კი გამოძიება დაიწყო. ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებისა და შენახვის ფაქტებზე პროკურატურამ ჯუანშერ ბურჭულაძის გარემოცვის წევრებს ბრალი წარუდგინა. 4 პირს 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ამოღებულია 2 მილიონ ლარზე მეტი 325.000-მდე კოლოფი უაქციზო სიგარეტი. რუსეთმა უკრაინაზე ღამით 40 ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტითა და 580 დრონით მიიტანა იერიში. დაშავებულია ათობით და დაღუპულია 3 ადამიანი. უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, რუსებმა დნეპრში მაღალსართულიან შენობას კასეტური საბრძოლო მასალის შემცველი რაკეტა ესროლეს. უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის გამო ღამით ცაში პოლონეთისა და ნატოს თვითმფრინავები პატრულირებდნენ. პოლონეთმა სრულ მზადყოფნაში მოიყვანა საჰაერო თავდაცვის სისტემები და რადიოლოკაციური დაზვერვა. უკრაინამ გასულ ღამეს დრონებით რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დაბომბა. სამიზნე, სარატოვისა და სამარის რეგიონებში მდებარე ობიექტები იყო.